ის რომ საშინელ სამჯაროზე წავსდგებით, ჩემი უსიყვარულობა და სიამაყე გაშიშვლდება, სანამ ეს მოხდება. უნდა ვეცადო, რომ საშინელი სამჯაროს რეპეტიცია, ტექნიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, მუდმივად მქონდეს ჩემს გულში და მუდმივად ვივარჯიშო იმაში. მუდმივად ვივარჯიშო. ეს ხდება ლოცვის დროს. როცა გულწრფელნი უნდა ვიყოთ. ლოცვის დროს ერთ-ერთზე რო ხარ უფალთან, გულწრფელად უთხარი, ვინც ხარ შენ. მე უნდა გულწრფელად უთხრა, რა ნაგავიც ვარ. ღმერთის წინაშე განვაცხადო ეს სიტყვით, უნდა ვთქვა, რომ აი ეს ახარ შენ თეოდორე. მოყვასთან ურთიერთობაში მაქსიმალურად უნდა ილუსტრაცია გავუკეთო ჩემს თავს და დავინახო, აი როგორი გული მაქვს მე მოყვასის მიმართ. და საიდან უნდა დავიწყოთ, იცით, ოჯახის წევრებიდან, მეუღლეებთან ურთიერთობაში, მეუღლის მიმართ ურთიერთობაში, შვილების მიმართ, მშობლების მიმართ, დედმამიშვილების მიმართ. მერე უკვე მეგობრების მიმართ, თავისთავად ცხადია მრევლის წევრების მიმართ. რომელთა სიყვარულის ვალდებულებაც აქვს და ბუნებითი უნარებიც და აღმოვაჩენთ, რომ იქაც არ შეგვიძლია ნამდვილი სიყვარული, იქაც ეგოისტები ვართ. ამას სოფლის სულს ერთი სული აქვს, როდის ჩაყლაპავს ქრისტიანულ საქართველოს. ეხლა უნდა ამას სოფლის სულს ქრისტიანული საქართველოს დედამიწაზე. უნდა? არ უნდა. გესმით, არ უნდა. მე რა რომ ამდენი საუკუნე ჩვენ კბილებით და ბრძოლით და შრომით და ლოცვით მოვიტანეთ აქამდე ეკლესია ჩვენს წიაღში. მე რა, ეხლა უნდა რომ გაგვანადგუროს. ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ყველაფერს. იმის მაგივრად, რომ ხელი-ხელს ჩავჭიდოთ და ვთქვათ, რომ მთავარი ჩვენ შორის არის ის, რომ არის ქრისტე ჩვენ შორის. ეს არის ყველაზე მთავარი. გესმით, ეს არის ყველაფერი გვერდზე გავწიოთ. აბსოლუტურად ყველაფერი გვერდზე გავწიოთ. მხოლოდ ეს არის და ამის გამო ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და გადავარჩინოთ ყველაზე ძვირფასი ჩვენში. იმის მაგერად რომ ეს გავაკეთოთ. ისე რომ ნამეტანი არ ცდილობენ ჩარევას, ამას სოფლის სული ნამეტანი არ ცდილობს ჩარევას. ნამეტანი არ წვალობს და არ ზრუნავს ჩვენს განადგურებაზე, ისევ ანადგურებთ ერთმანეთს, მისი ჩარევის გარეშე.